კოლეგებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ვიწყებთ რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. დღისას რიგში ერთი საკითხი გვაქვს მეორე მოსმენით საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მოსმენის ფორმატში გამოთქმული იქნა წინადადება, რომ თვითმმართველობის ორგანოებში საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეს ყავდეს ერთი მოადგილე, რაც გამოწვეული არის იმ ობიექტური მოცემულობით, რომ არის შემთხვევები, როდესაც კომისიის თავმჯდომარე საპატიო მიზეზით ვერ ესწრება, ვერ ატარებს კომისიის სხდომას, მაგრამ არის აუცილებლობა, რომ კომისიის სხდომა ჩატარდეს და გამომდინარე აქედან ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე შეფერხება, რაც არ არის სასურველი ბუნებრივია, ამიტომ ეს წინადადება გაზიარებული იქნა და მეორე მოსმენისთვის ჩვენ უკვე წარვადგენთ პირველ შესწორებასთან, ანუ რასაც ძირითადად კანონპროექტი შეცვლილება ითვალისწინებდა, რომ შეეძლო პოლიტიკური პარტიის სიით გასულ საკრებულოს წევრს თუ არ იყო პარტიის წევრი სხვასთან ერთად, სხვა წევრთან ერთად შეექმნა ფრაქცია, ან თუ იყო პოლიტიკური პარტიის წევრი და დატოვა პოლიტიკური პარტიის წევრობა და გაწევრდა სხვა პარტიაში, მაშინ იმასთან ერთად შექმნას თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდა კოდექსის მიხედვით, როგორც არის გათვალისწინებული ფრაქცია. ანუ ეს მეორე საკითხი დაემატა და მეორე მოსმენისთვის კანონპროექტი მიიღებს აი ამ სახეს. ხო არა გაქვთ რაიმე წინადადება, ან შენიშვნა, ან შეკითხვა საკითხთან დაკავშირებით. მაშინ უყაროთ კენჭი, რომ მეორე მოსმენისთვის ამ დამატებით გავიტანოთ უკვე კანონპროექტი. დიდი მადლობა, საკითხი განხილულია, კომიტეტის სხდომა დასრულებულია.